და კიდევ ერთი ფორუმის შესახებ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში. ამ პროგრამის ფარგლებში სპეციალური შეხვედრა გაიმართა. გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კონკურს უსაფრთხო თემის გამარჯვებულები. 2 სათემო ორგანიზაცია, 10 სკოლა და 6 საბავშვო ბაღი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საკითხის საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებზე. ამ პროექტის ფარგლებში მოგესალმებათ 11 მდინარის აუზში ხორციელდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის დამონტაჟება, რომელიც მისცემს საშუალებას წინასწარი შეტყობინების პრევენციის ეროვნულ დონეზე ხდება შესაძლებლობის გაძლიერება. მთავარი ამოცანა არის, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მოხდეს ამ მმართველობაზე. ამიტომ არის ჩართული მუნიციპალიტეტები, საკრებულოს წარმომადგენლები და საერთოდ მოსახლეობა უნდა იყოს ინფორმირებული თუ რას ვაკეთებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება პოზიტიური შედეგი. საქართველო მაგალითია, რომელსაც უნდა მიუბაძოთ, რათა კლიმატით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება კიდევ უფრო წინ წავწიოთ. ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ საქართველოს პარტნიორი ამ მიმართულებით და მადლობას ვუხდით შვედეთის, შვეიცარიის და რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობებს შესანიშნავი თანამშრომლობისთვის. 154 ფერმერს გადაეცა აგრომეტეოროლოგიური მონიტორინგის გაჯეტი, რაც მათ საშუალებას აძლევს სწორად დაგეგმონ აგროსამუშაოები და თავიდან აირიდონ შესაძლო რისკები. მოსახლეობისთვის ასეთი მონაცემების ხელმისაწვდომობა კი ხელისუფლებას ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში.